და 10 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 2775 და 948 ამორჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა ლეჩხუმშია. უბრუნდებით ისევ ავთო გვასალიას, რომელიც აქტივობის შესახებ უფრო მეტ დეტალს გაგვაცნობს. იზი, დიახ, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი, სადაც ისაუბრეს თუ როგორი არის აქტივობა 10 საათის მონაცემებით. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ აქტივობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მასშტაბით 10 საათისთვის 7.85% არის აქტივობა. შეგვიძლია შევადაროთ გასულ წელს, მაგალითად 2021 წელს 7.41% იყო, ანუ ამ მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 საათისთვის ახლა უფრო მეტი არის აქტივობა. ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით კვლავ და დეტალურად მიმოვიხილოთ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში როგორი არის აქტივობა, სულ რამდენი ადამიანი მივიდა ამ დროისთვის და ვნახავთ თუ როგორი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ზუსტი მონაცემები 10 საათის მიხედვით. მადლობა ავთოს, რომელმაც აქტივობა გაგვაცნო 10 საათის მდგომარეობით. რამდენიმე წუთში უნდა გაკეთდეს განცხადება ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში. შალვა პაპუაშვილს ელოდება უკვე მედია, რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ამ განცხადებას. იქამდე კი არჩევანი უკვე გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მირაკლი კირცხალიამ ხმა მთაწმინდაზე მისცა. ეს არის პირველი საარჩევნო ოლქი. ის 24 უბანზე დილის 8 საათზე მივიდა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას მისცა. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. და დღეს, როგორც არასდროს, არჩევანი არის ძალიან მარტივი. არჩევანი არის ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების მშვიდობიან, სტაბილურ, განგზობად განვითარებასა და იმ დესტრუქციას და იმ აგენტურულ საქმიანობას შორის, რომელსაც ხედავთ ჩვენ ბოლო წლებია განსაკუთრებით. და მას შესე პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ხმას ვაძლევთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაზე მეტად, ყველაზე უშუალოდ და ყველაზე ცხადად ექვემდებარებიან თქვენს ნებას, პასუხობენ თითოეული თქვენგანი საჭიროებებს და ასახავენ თქვენს პოლიტიკურ ღირებულებებს. არჩევნები ყველგან მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. არჩევნებს აკვირდება 56 საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებელო ორგანიზაციის 8000 დამკვირვებელი, 73 მედია საშუალების 1000-მდე ჟურნალისტი აკრედიტებულია არჩევნების გასაშუქებლად. 10 საათის მდგომარეობით ხმა უკვე მისცა 275,948 ამომრჩეველმა, რაც წარმოადგენს ამორჩევლების საერთო რაოდენობის 7.85%, რაც როგორც წინა სამ თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე იმაზე მაღალი აქტივობაა, ვიდრე 2021 წლის რეფერენდუმად გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოუწოდო ყველას მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი. ერთ საკითხს მინდა გავამახვილო ყურადღება. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიქ მედია ცდილობს ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევა. ეს სრულ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდაჭერთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობის გათვალისწინებული საქმიანობა. ასე რომ მივმართავ ფეიქ მედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო ქართული ოცნების ყველა წარმომადგენლებს მივმართავ უზრუნველყონ ჩვენი მხარდამჭერების სრული მობილიზება და არჩევნებში მონაწილეობა. აქვე წარმოგიდგეთ ამონარიდებს საქართველოს კონსტიტუციიდან, ორგანული კანონიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და საარჩევნო კოდექსიდან, რომლითაც გარანტირებულია, რომ პარტიებმა არჩევნებამდე თავისი მხარდამჭერების, მათ შორის მხარდამჭერების სიებზე იმუშაონ და შეადგინონ, ხოლო არჩევნების დღეს უზრუნველყონ მათი მონაწილეობა არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ნარატივი ერთხელ და სამუდაოდ ამ ბრიფინგით
დასრულდება ფეიქ მედიაში. ამავე დროს ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა კერძოდ გურიაში ოზურგეთის 20 უბანზე ამ საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან 5-ს არ მიხვებიან ლელოს მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ბათუმის მეხუთე უბანზე ნაციონალ მოძრაობის მხარდაჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა, არტოვებდა უბანს, რის გამოც საჭირო გახდა მათ შორის პოლიციის ჩართვით მისი გაძევება უბნიდან. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მარტო პრივილეგიაა, არამედ მოვალეობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები და მხოლოდ არჩევნები გამოხატავს ხალხის ნებას და ყოველგვარი სხვა ალტერნატივა და პრეტენზია ხალხის სახელით საუბარზე მხოლოდ სპეკულაცია და უზნეობაა. ტრაგიკულია, რომ სწორედ ამ გზას დაადგა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც როგორც ჩანს საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭერის ბოლო იმედი და არაკონსტიტუციური ნაბიჯების იმედადღა დარჩა, როგორც წყალწაღებული, რომელიც უკანასკენ ხავს ეჭიდება. თუმცა დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის სათქმელს იწვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისთვის და აქტიურობისაკენ მოგიწოდოთ. დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ჭირდებით. მადლობა. მოგესალმებით ბატონ შალვა, ერთი კითხვა მექნება, ლელოში გაიმართა უკვე ბრიფინგი, ისინი საუბრობენ, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევებით, კერძოდ ამბობენ, რომ მაგალითად თბილისში ერთ-ერთ 2 უბანზე დაფიქსირდა 2 ბიულეტინის გაცემა და ამბობენ, რომ კარუსელი დატრიალდაო, ასეთი ცნობა თუ არის შემოსული მართლ პარტიაში თქვენი დამკვირვებლების მხრიდან თუ იყო რეალურად ასეთი შემთხვევა? არა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი რომ ამ ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა, ლელო განსაკუთრებით ახლა ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, თუმცა არაფერი არ გამოდის და პირიქით მე ვთქვი ის დარღვევა რაც ლელოს მხრიდან არის, ოზურგეთში არ გაყვნენ გადასატანხმოც და მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით რომ ლელომ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს, რომ ისინი იწერენ, როგორც ჩანს, სურთ ხმის ჩაწერა, ყოველ შემთხვევაში ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია. ასე რომ სხვა მხრივ ვინმეს თუ რაიმე მათ შორის ერთ-ერთ უბანზე იყო ლელოს წარმომადგენლის მხრიდან საჩივარს წერდა თითქოს გაჟონასთან დაკავშირებით, თუმცა ისე რომ არანაირი მტკიცებულება არ ქონდა, ესეც დავაფიქსირეთ. თუ შეიძლება თქვენ საუბრობდით რომ ამ მრჩევლის მობილიზება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქმიანობა ისევ ლელო ამტკიცებს რომ ბათუმში და თბილისში მაგალითად მუხიანში მანქანები დგას ქართული ოცნების წარმომადგენლები განან ქართული ოცნების წარმომადგენლები თითქოს ფულს ურიგებენ ამ მრჩეველს. ესეც გაცვეთილი ცრუ ნარატივი არის წინ არჩევნებიდანაც გვახსოვს ჩვენ ეს რომ ამგვარი ცრუ ნარატივი რომელსაც აწევდნენ და შემდეგ მალევე ირკვეოდა რომ იყო ცრუ იმ მხრივ რომ ეხლა ვიღაცამ შეიძლება ვიღაცას რაღაც ფული გადასცეს მიაწოდოს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ყოფით ურთიერთობის დონეზე და არაფერი კავშირი ამას არ ქონდეს არჩევნებთან. გვახსოვს მაშინ მეუღლემ ქმარმა თავის ცოლს რომ მისცა თანხა და ეს უნდათ შეესაღებინათ ქართული საზოგადოებისთვის თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა. იმედია არავინ იფიქრებს იმაზე რომ ქმრები ცოლების მოსყიდვას ფიქრობენ არჩევნების დღეს. რაც შეეხება ოპოზიციის ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის დღევანდელ გეგმას, ხომ ისინი აპირებენ აქციის გამართვას და აქვს საკუთარი გეგმა. ამ გეგმას როგორ უყურებთ თქვენ? დღეს რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ის მომენტი, რომ ოფიციალურად ემიჯნებიან დემოკრატიას რამდენიმე პარტია და NGO-ები, ამავე დროს ეს არის სასარგებლო პროცესიც ჩვენი დემოკრატიისთვის, ვინაიდან ხდება სრულად წითელი ხაზის გავლება საქართველოს პატრიოტებს, დემოკრატებს ერთის მხრივ, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორეს მხრივ რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ ჯგუფებს, პარტიებს თუ NGO-ებს შორის. დღევანდელი დღის შემდეგ ის პარტიები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და ცდილობენ არჩევნები ჩაშალონ, დღევანდელი დღის შემდეგ ყველა დეფინიციით არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც მათ ამ ქმედებას არ უწოდებს ექსტრემიზმს. ასე რომ დღევანდელი დღის შემდეგ
ნაციონალური მოძრაობა, ახალი, სხვა ეს პარტიები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების ჩასვლა, იქნებიან ექსტრემისტი პარტიები და ის NGO-ები, რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ არჩევნებზე და მოუწოდებენ არჩევნების ჩასვლისკენ, იქნებიან ექსტრემისტი NGO-ები. შესაბამისად იქნება ჩვენი დამოკიდებულება და ქართული ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორც ექსტრემისტების მიმართ და ასეთივე დამოკიდებულება იქნება ქართულ ხალხს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეეცდებიან მათ დაფინანსებას, ისინი ჩაითვლებიან ექსტრემიზმის დამფინანსებლად ყველა კრიტერიუმით. არ არსებობს ქვეყანა, რომლითაც ასეთი ქმედება არ შეითვლებოდა ექსტრემიზმად, ასე რომ ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის, როდესაც ექსტრემისტებს თავისი მარგინალური კუთხე მიეჩნევება. რაც შეეხება მეორე ნაწილს დაანონსებულ ძალადობას, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ იქნება პროცესი. დიდი იმედგაცრუება არის, რომ ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის პრესპიკერის მხრიდან დაანონსებული ძალადობრივი აქციის მიმართ მხარდაჭერა და მე მინდა კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა. მოხდება ერთი ფაქტი ძალადობისაც აქციის მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრესპიკერის სახით, ასე რომ რა თქმა უნდა, მათ მიმართაც პოლიტიკური კითხვები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მშვიდობიანი მიტინგის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტირებული არის, არავის არ ურჩევ, რომ ძალადობის ერთ ფაქტსაც კი მიმართონ ამ მიტინგის დროს. რა იქნება ხვალიდან? ბუნებრივი ვასწრებ მოვლენებს და არ ვიცით დღეს რა იქნება დღეს ბოლომდე, მაგრამ აი თქვენ თქვით რომ 4 წლიანი ციკლი სრულდება 2028 წლამდე მანდატი ექნება ქართულ ოცნებას და უნდა გააკეთოს ის საქმეები რაც უნდა რომ ქვეყნისთვის გააკეთოს, მაგრამ აი ხვალიდან რა იქნება? ჩვენ ამას გეკითხებით, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წინა არჩევნების შემდეგ ყოველთვის იყო რომ არჩევნები გააყავდა, არალეგიტიმურია ხელისუფლება და იგივე მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ თუ შეიძლება საქართველოში პოლიტიკა რაღაცით შეიცვალოს, ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაღაცა სიახლოვეს. როცა გვყავს ექსტრემისტები, რა თქმა უნდა, ექსტრემისტებს არაფერი არ ეშველებათ, ექსტრემიზმის ბუნება არის ის, რომ ისინი დემოკრატიის მტრები არიან და სწორედ ამიტომაც არის, რომ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასვნის შესაბამისად ჩვენ მუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციური ცნობასთან დაკავშირებით. ექსტრემიზმს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევეწინააღმდეგებით ტკბილი სიტყვით, საჭირო არის საკანონმდებლო ის ინსტრუმენტების გამოყენება, რომლითაც ყველა ქვეყანაში ებრძვიან ექსტრემიზმს. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან გერმანიაში გაუქმდა ექსტრემისტული ორგანიზაცია, შეგახსენებთ, რომ სხვა ქვეყანაში პარტიებს აუქმებენ, იცით რომ მოლდოვაში ახლახანს გაუქმდა კვლავ ერთი პარტია, ასე რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა ზრუნავს საკუთარი სწორედ ეს არის თავდაცვის უნარიანი დემოკრატია. ამ ტერმინის მნიშვნელობა, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას ანტიდემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან. ასე რომ ექსტრემისტებს არაფერი არ ეშველებათ, გარდა იმისა, რომ მათ თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის ფარგლებში შესაბამისი კანონის მიერი პასუხი უნდა გაეცეთ. რაც შეეხება მათ, ვისაც სრულ იმედები ჰქონდა, რომ საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცეოდა, მათ დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაანახებენ, სად არის ქართული ხალხის ნება და აქ ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი, მათ შორის ბრიუსელისთვის, რომ ნახოთ, ისინი აღიარებენ ერთგული არიან თუ არა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ხალხის სახალხო ლეგიტიმაციას და ხალხის ნების პრიმატს, თუ ჩარჩებიან იმ პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელსაც ჩვენ ხედავდით შარშან არჩევნების შემდეგ და მანამდეც, როდესაც ხედავდით, რომ ზოგიერთ ბრიუსელში უნდოდა საკუთარი მარიონეტული რაღაც წარმომადგენლების ხილვა საქართველოს ხელისუფლებაში. გახსოვთ თქვენ, რომ შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც, მათ შორის თუ ელჩი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში და როცა ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, ოპოზიცია ამ ელჩებმაც და უცხომა პოლიტიკოსებმაც თავი დამარცხებულად იგრძნეს და ცდილობდნენ შემდეგ რაღაც სრულ რეალობის შექმნას. მათთვის ეს არის შანსი, რომ დაანახონ ქართულ ხალხს. ჩვენ გვაქვს საქმე 21 საუკუნის ევროპასთან, თუ 100 წლის წინანდელ ევროპასთან და დაგვალახონ, რომ დემოკრატია ეს არის ღირებულება და არა ლიტონის სიტყვები. მადლობა.
ფაშასე უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ისაუბრა მოლოდინებზე 2028 წლამდე საქართველოში არჩევნები არ იქნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მმართველ გუნდს აქვს მურიგი გამარჯვების იმედი და რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც გაგაცნობთ. საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებული. მოუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს შეკრება მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებაში. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ირაკლი კობახიძემ ხმა ვაკის საარჩევნო ოლქში მისცა. მთავრობის მეთაურმა მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა, მმართველი პარტია კი მურიგ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ნანა გოგატაძე უნდა ჩავრთოთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნანა, კიდევ რაზე ისაუბრა პრემიერმა, რა საკითხებზე გააკეთა მან აქცენტი? იზი სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაკის ოლქში ნომერ 27 საარჩევნო უბანი. მან გამოიყენა კონსტიტუციური უფლება, ხმა მისცა, გაიარა შესაბამისი პროცედურები და ამის შემდგომ მოვისმინეთ უკვე მთავრობის მეთაურის პირველი კომენტარი. მან აღნიშნა, რომ ხმა მისცა მშვიდობას, მეტ სიკეთეს და სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში და დედაქალაქში და შესაბამისად თქვა, რომ მისცა ხმა იმ ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, რომელმაც უზრუნველყო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის შენარჩუნება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მოლოდინზეც და გააკეთა ერთგვარი პროგნოზის. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველა ოპონენტებს დამარცხება და ასევე თქვა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევებით ივარაუდა, რომ მმართველი პარტია მოიპოვებს 60%-ზე მეტს და ასევე დედაქალაქის მერის მხრიდანაც ელოდება 60%-ზე მეტის დაფიქსირებას. ყველასთვის ცხადია რა სასტავისაც მივეცი ხმა, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში. რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა იყოს კონკრეტულად პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობთ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო ჩვენი დაპირება თავიდანვე 64-ზე, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება. მაშასე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა უკვე არჩევანი და როგორც გითხარით, რამდენიმე წუთის წინ დატოვა ვაკის ოლქი ნომერ 27 საარჩევნო უბანი. 2 სიტყვას გეტყვით თავად ამ უბანზე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, როგორც უბნის თავმჯდომარემ განმარტა, დღეს დილით 8 საათზე გაიხსნა უბანი. ამ დროის მონაცემებით არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და კენჭისყრის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მადლობა, ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნების დაფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის რაიონში საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, შვილთან და რძალთან ერთად მივიდა. ქართული ოცნების დაფუძნებელმა ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გაუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის გვეუბნებთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან. თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც ესე რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების გაკეთება. იმედია დღესაც საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ბადრი ჯაფარიძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდა, მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა. მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, იმას, რომ ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს თავის ხელში, თავის ქალაქის მმართველობა თბილისში და ისევე უნდა მოხდეს ყველგანაც, იმიტომ რომ აუცილებელია ახლა ჩვენ ვიაქტიუროთ, აქტიურობის, არდანებების და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა. დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილი. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 16 საათიდან დაიწყება. აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია რუსთაველის გამზირის დამფუძნებელი პატა ვურჯულაძე. დღევანდელ დღემდე სწორედ ორგანიზატორების მხრიდან ვისმენდით ძალადობრივი აქციის შესახებ განცხადებებს, თუმცა მოვისმინეთ ხელისუფლების მოწოდებებიც ყველას მიმართ, რომ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ არავინ უნდა წავიდეს. ლიკა ალელიშვილი უნდა ჩავრთოთ ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, რა განცხადებები კეთდება დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, ვის რა გეგმა აქვს და როგორია ხელისუფლების პასუხი?
იზი თავდაპირველად დავიწყებ იმ ინფორმაციით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, აქციის ორგანიზატორები ამ დროისთვის არ იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ, სადაც მათ დაანონსებული ჰქონდათ აქცია. ისინი შეკრებილები არიან ახლა თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს შენობის წინ. აქ იმყოფება აქციის მთავარი ორგანიზატორიც პაატა ბურჭულაძე, რომელთანაც რა თქმა უნდა ჩვენ გქონდა კითხვები აქციის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა ის ჩვენს კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ რუსთავიერს კომენტარს არ მისცემს. შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხი მთავარი ორგანიზატორისგან პაატა ბურჭულაძისგან ვერ მივიღეთ. აქ ასევე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, მათმა ნაწილმა განცხადება გააკეთა პარლამენტის შენობის წინ, ცოტა ხნის წინ, შემდეგ კი ჩამოვიდნენ თავისუფლების მოედანზე და იმყოფებიან პაატა ბურჭულაძესთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და იგივესკენ მოუწოდებენ მოქალაქეებსაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ასობით 1000 ჩვენი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზიზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც ჭირდება საქართველოს. ვიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ, ეს სახელმწიფო ეკუთვნის ქართულ ხალხს და ყველა ვართ ვალდებულნი ამ ქვეყნის გმირებთან, ამ ქვეყნის მომავალთან, რომ 4 საათიდან შევიკრიბოთ რუსთაველის გამზიზე და დავიცვათ საქართველოს ღირსება. 4 საათიდან უფრო მეტ დეტალს გავიგებთ აქციის შინაარსთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ბატონი პაატა ბურჭულაძე ამასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მეტ დეტალს მოგვაწვდის. დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეფასებები და განცხადებები გაკეთდა. რა თქმა უნდა, მმართველ გუნდშიც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია დღეს შეეცდება რადიკალური სცენარის განვითარებას რუსთაველის გამზირზე, თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში. აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორც ჩაივლის ბატონი პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული, ეგრეთ წოდებული დამხობის აქცია. ერთადერთი კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, იღებენ ამაზე რა თქმა უნდა პასუხს. სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღეს ოპოზიცია იქნება ძალიან სუსტად წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმოდებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით და გაცილებით ნაკლები ადამიანი, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. დაანონსებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას და NGO-ებს, რომ ისინი აპირებენ საბოტაჟს არჩევნების, მათ შორის იცით, რომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არის დღეს იმბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევა. მიმდინარეობს არჩევნები, 7 ვითარება არის, ძალიან კარგია, რომ ვერ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული. გუშინ პრემიერმა ძალიან მკაფიო თქვა, თუ რამდენად მძიმე არის ეს ასეთი ტიპის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გუშინ წინ ნახეთ, არის საინფორმაციო შტურმი. აი ხო ხსმენია სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმები. აი 2 დღე არის ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები, fake media და NGO-ები, იმისთვის რომ თავს დაესხან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ ამას ყველაფერს აღურიცხავთ, ხედავთ რომ გვაქვს ძალიან სწრაფი რეაგირება. მე მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღესაც ასევე მოწოდებული იქნება, რომ სწრაფად ყველა საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. საზოგადოებას კი მიმართავ, რომ ეს არის საინფორმაციო დღეს ხედავთ ჩვენ, რომ არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების, ამიტომ ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ახლა ხორციელდება. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებული არის იმისთვის, რომ უსწრაფესად იყოს რეაგირება ყველა საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, პარტიის მხრიდანაც გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. აქცია დღეს არის დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულად სად გაიმართება, ჯერ ისევ უცნობია, უცნობი რჩება იქიდან გამომდინარე, რომ აქციის ორგანიზატორები არა პარლამენტის წინ, რასაც აანონსებდნენ, არამედ შეკრებილები არიან თავისუფლების მოედანზე და თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან.
მადლობა ლიკა ალელიშვილმა გაგვაცნა ოპოზიციის გეგმები. სწორედ ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი აძლევს ამ წუთებში ხმას. ის იმყოფება ირაკლი კუპრაძე ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მე-9 საჯარო სკოლაში გახსნილ უბანზე მივიდა. თქვენ იცით, რომ ოპოზიციას ორი სტრატეგია აქვს, ასე ვთქვათ, არჩეული. ნაწილი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას. სწორედ აი ამ აქციაზე და ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ გეგმებზე ახლა ჩემი კოლეგა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვისმენდით ამ დროის განმავლობაში, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილს ძალადობრივი დამხობის შესახებ აქვს მოწოდებები. ირაკლი კუპრაძის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ის ამბობს, რომ მონაწილეობს არჩევნებში, თუმცა შემდეგ სავარაუდოდ ის შეუერთდება აქციასაც. სწორედ ის იმყოფება ახლა საარჩევნო უბანზე და საკუთარ ნებას აფიქსირებს. გაიარა შესაბამისი პროცედურები უკვე ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა. ის ახლა შევიდა სპეციალურ კაბინაში, სადაც გააფერადებს სასურველ პარტიას და ამის შემდეგ უკვე ხმის მთლელ აპარატში მოათავსებს ბიულეტენს. კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ახლა ერთ-ერთ უბანზე, კერძოდ ეს არის ნაძალადევის საარჩევნო ოლქი, მე-9 საჯარო სკოლაში გახსნილი უბანი, აფიქსირებს საკუთარ ნებას, მან უკვე გააფერადა სასურველი პარტია და უკვე ათავსებს ხმის დამთვრელ აპარატში ბიულეტენს. თქვენ ხედავთ, რომ ფარულობა არის განსაკუთრებულად წელს, როგორც ესკოშიც განაცხადეს და ხედავთ კიდეც კადრში დაცული სპეციალური ფარით ხდება ფარის ქვეშ ხდება მოთავსება უკვე იმ ბიულეტენის, რომელსაც გამოიტანს უკვე ამომრჩეველი თვლელ აპარატთან, სწორედ აქ მოათავსებს და ამის შემდეგ დააფიქსირებს საკუთარ ნებას. აპარატზე ამოიკითხავთ უკვე ამასაც, რას ნიშნავს, რომ თქვენი ხმა არის დაფიქსირებული. სწორედ ახლაც ასე მოხდა ირაკლი კუპრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ტოვებს ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანს, მან როგორც გითხარით, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ის გამოვიდა უკვე საარჩევნო უბნიდან, რომელიც არის ნაძალადევის საარჩევნო ოლქში. მას შემდეგ, რაც ირაკლი კუპრაძემ დატოვა საარჩევნო უბანი, ის ემზადება მედიასთან კომენტარის გაკეთებისთვის. მედიას ექნება კუპრაძესთან შეკითხვები, სავარაუდოდ ერთ-ერთი კითხვა დღევანდელ აქციასაც შეეხება. იცით, რომ ოპოზიციის ნაწილი დღეს ძალადობრივ დამხობაზე და რევოლუციაზე საუბრობს. ეს პარტია კი არის ის შემთხვევა, როდესაც თან არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, თან ამბობენ, რომ აქციასაც შეუერთდებიან. შეგვიძლია მოკლედ ირაკლი, რას ეთყოდით მოქალაქეებს, მათ ვისაც ჯერ არ დაუბრუნდებიან საკუთარი თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, კორუფციის გარეშე, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თქვენ საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს, არა წარსულს, არამედ მომავალს. მარტივი ფორმულირებაა, რომ თქვენი დედაქალაქის, თბილისის და მთელი საქართველოს ბედს წყვეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. იმედიანად, მშვიდობიანად, ამისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი აზრი იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, იმ პოლიტიკური გუნდების და კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე, კი არ კინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს, აღმოფხვრათ ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ჩვენს გარშემო ახლა არის გამეფებული.
ფონზე, რასაც ჩვენ დილიდან ვხედავთ, მართლაც ქართულოცნება ისე უცვლელ სტრატეგიას იყენებს, ხმებს ყიდულობს პირდაპირ, რასაც ჩვენი გადამღები ჯგუფები აფიქსირებენ და არაერთი მიტოვება არსებობს. აი ამ ყველაფრის ფონზე რა მოლოდინი აქვს თქვენს გაერთიანებას? საარჩევნო манипуляციის, ძეწოლის, ძალადობის მხრიდან დაცვის საუკეთესო საშუალება არსებობს მაღალი აქტივობა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ манипуляცია საარჩევნო უბნებზე იქნება ბევრად მცირე ქართული ოცნების მხრიდან, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ამომრჩევლები არ მივლენ საარჩევნო უბნებზე. მთავარია მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ თქვენი ხმა და მოსაზრება და ეს იქნება მთავარი დაზღვევა გაყალბების, манипуляციის, ზეწოლის და ძალადობის წინააღმდეგ. თქვენ ხوار ფიქრობთ, რომ ახლა ხედავთ რისკს, რომ თქვენი მონაწილეობა ამ არჩევნებში იქნება რაღაცნაირად წყლის დასხმა ქართული ოცნების. არ ვფიქრობ. რომ გამოიყენებს ამას ვთქვათ საჭიროებას. მას ასე უსმენდით ირაკლი კუპრაძემ, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, მან მოქალაქეებს მოუწოდა აქტიურობისკენ. არჩევანი უკვე გააკეთა დედაქალაქის მოქმედმა და მერობის კანდიდატმა კახაკალაძე საბურთალოს ოლქის 41 საარჩევნო უბანზე საირმის ქუჩაზე იმყოფებოდა. ხმის მიცემის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. კახაკალაძის განცხადებით, ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნისთვის განვითარების მოტანა შეუძლია, ეს ქართული ოცნება. რატომ? ნუ მაწევს იბაში. მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელოვანი პროექტი განმახორციელეთ ჩვენ დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები და ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება, თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი. ახლა კი გადავინაცხოთ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, სადაც სულ 52,000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. მთაწმინდაზე სულ 34 საარჩევნო უბანია გახსნილი. ლუკა ჩანგელია მუშაობს ადგილზე, ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. ლუკა, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მთაწმინდაზე? იზე პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა მხოლოდ ერთ, არამედ ორ საარჩევნო უბანზე ერთდროულად მოვხდით, ვიმყოფებით მეოთხე ოლქში, მთაწმინდაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი და აქ ნომერ მეორე და ნომერ მესამე საარჩევნო უბნები სწორედ ერთ ეზოში არის განლაგებული. დილის 8 საათზე ზუსტად ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად გაიხსნა. შეუფერხებლად აქვთ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა, რომ ხმა მისცენ და აფიქსირონ თავიანთი პოზიცია და აირჩიონ სასურველი კანდიდატი. კადრში გაჩვენებთ აქ ადგილზე არსებულ ვითარებას, ხედავთ, რომ გარკვეულწილად არის ხალხმრავლობა, დილიდან ადამიანები მოდიან და ჩვენ ბუნებრივია გვქონდა მათთან გასაუბრების შესაძლებლობაც. ისინი ამბობენ, რომ არჩევნებზე მოსვლის მთავარი მიზეზი არის დემოკრატიული პროცესისთვის ხელის შეწყობა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და უფლების გამოყენება, რაც სასურველი პოლიტიკური სუბიექტის არჩევას ნიშნავს. ხოლო რაც შეეხება მათ მიერ არჩეულ კანდიდატებს, ბუნებრივია, ჩვენ არ დაგვისვამს ამ საკითხზე კონკრეტული შეკითხვა, არც ისინი კონკრეტულ პასუხს არ გვცემენ, თუმცა ამბობენ იმას, რომ დღეს 4 ოქტომბერს მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. რაც შეეხება უბნებზე არსებულ ვითარებას, მთაწმინდაში ამ დრომდე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ყველა საარჩევნო უბანში, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ხდება უკვე ელექტრონული ფორმით ხმის მიცემა. ყველგან აპარატები გამართულად მუშაობს, თავად მოქალაქეებიც მათ შორის არც დამკვირვებლები პრეტენზიას არ გამოთქვამენ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
დილით 8 საათზე გაიხსნა. არაფერ ინციდენტს არ ქონია ადგილი. ყველაფერი ნორმალურად მიდის 7 გარემოში. ყველაფერს კარგს დაუჭირე და საერთოდ ძალიან მიხარია არჩევნებზე მოსვლა. იმიტომ რომ რაღაც ცვლილებებს ველოდებით. მივეცი სტაბილურობას, სიმშვიდეს, მშვიდობას და იმედს. და არეულობას, ღვარდს და ერთმანეთის მტრობაზე გადაგიდებას. ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე მისვლის დროს ამბობენ, რომ აუცილებელია დღეს ყველა მივიდეს საარჩევნო უბანზე და აფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რადგანაც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში სწორედ ეს არის მთავარი გზა, რითაც ერთი მხრივ ხდება ცვლილებები და მეორე მხრივ იმ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისთვის მხარდაჭერა, რომელიც მათთვის არის სასურველი და ატარებს მისაღებ პოლიტიკას. 34-ვე საარჩევნო უბანში, როგორც უკვე გითხარით, ზუსტად დილის 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი, ის აქტიურად გრძელდება და როგორც დამკვირვებლები ამბობენ, წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით დღეს აქტივობა საკმაოდ მაღალია, რადგანაც ხალხმრავლობაა საარჩევნო უბნებზე უკვე დილის 8 საათიდანვე. როგორ მიმდინარეობს თაწვდის საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი, გაგვაცნო ლუკა ჩანგელიამ. არჩევანი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხმა კრწანისის საარჩევნო ოლქში მისცა, რის შემდეგაც პირველმა კანონმდებელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე აქცენტი გააკეთა მოლოდინებზეც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნება უალტერნატივოა. დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის, ყველა მოქალაქის მოქალაქეობრივი მოვალეობა არის, რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. მუნიციპალიტეტები ყველა კვლევის თანახმად არიან ის ორგანოები, რომელსაც აქვთ ყველაზე დიდი ნდობა ჩვენს მოსახლეობაში, ვინაიდან ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონტაქტზე არიან მოქალაქეებთან. დღევანდელი დღით შეიკრება გარკვეულწილად საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ ავირჩიეთ შარშან პარლამენტი, ავირჩიეთ პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ამითი არჩევითი ორგანოების სრულად დაკომპლექტება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე. 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედია საშუალების 1000-მდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. დამკვირვებლების განცხადებით არჩევნები 7 ვითარებაში მიმდინარეობს. We are French international observers. ჩვენ საფრანგეთიდან ვართ. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ პროცესების მიმდინარეობას. გასული წლის შემდეგ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი ცვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ. ამერიკული ხმის მიცემის აპარატის მეშვეობით. იმედი მაქვს, საქართველოს 7 გარემოში ჩაატარებს არჩევნებს. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო უბნები გამართულად გაიხსნა. ხმის მიცემა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. ამორჩევლები აფიქსირებენ საკუთარ ნებას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც აქ არიან და ისინი საკმაოდ კომპეტენტურები არიან. სიმართლეა, რომ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს. თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო პირობებში, როგორც მსოფლიოს სხვა ნამდვილი დემოკრატიები, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. 3 საათზე მეტია, რაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა და კენჭისყრის პროცესის შეფერხების გარეშე დაიწყო. ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მთელი დღის განმავლობაში სწორედ აქტივობასთან და კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგებია აქ დაგეგმილი. ცესკოში მუშაობს კურიერით. სანდრო კაჭახიძე უნდა ჩავრთოთ ახლა პირდაპირ ეთერში. სანდრო, საინფორმაციო ბრიფინგები უკვე გაიმართა. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, როგორია აქტივობა?
იზი ცესკოში ამბობენ რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და უკვე არის ცნობილი 10 საათის მდგომარეობით როგორი აქტივობა არის საქართველოს მასშტაბით და ასევე ოლქების მიხედვით. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ახლა მონიტორზე ვნახოთ რომ საქართველოს მასშტაბით აქტივობა არის 7.85%, რაც ციფრებში არის 275,948 ადამიანი. რაც შეეხება რეგიონებს, აქ უნდა გამოვყოთ რაჭა-ლეჩხუმი, რომელიც ყველაზე აქტიურია, 13.4% ფიქსირდება აქტივობა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მომრჩევლის მიხედვით ყველაზე მცირე რაოდენობა არის სწორედ რაჭა-ლეჩხუმში და სწორედ აქედან გამომდინარეობს აქტივობის ეს ციფრი. რაც შეეხება ოლქებს, ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა არის ასპინძაში, ასევე ცაგერსა და ლეჩხუმში და ყველაზე პასიური ოლქი გამოდის გარდაბანი და წალკა. ჩვენ შეგვიძლია ახლა მიმოვიხილოთ გასულ წლებს შევადაროთ, გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებს და აქტივობას, ბუნებრივია ვსაუბრობ თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ შემთხვევაში 2021 წელს მაგალითად 10 საათის მდგომარეობით აქტივობა შეადგენდა 7.41%, ეს იყო 259,273 ადამიანი და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 10 საათის მონაცემებით იყო 6.74%, ეს არის ციფრებში 231,736 ამომრჩეველი. მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ამ დროის მონაცემებით 10 საათის მდგომარეობით ცესკოს ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით სულ არჩევნებზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 274,948 ადამიანმა, ეს პროცენტებში არის 7.85%. ასევე ცესკოში ისაუბრეს დარღვევებზეც, მაგალითად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ თითქოს საარჩევნო უბნებზე გაიცემა 2 ბიულეტენი, თუმცა ნათია იოსელიანი ამბობს, რომ თუ ასეთი ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, ეს არ არის საგანგაშო, ვინაიდან ხვრისწრელ აპარატს შეუძლია მხოლოდ 1 ბიულეტენის მიღება და ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე წერს შესაბამის ოქმს და მსგავსი ბიულეტენი უქმდება. მადლობა სანდრო კაჭახიძეს, რომელიც ცესკოდან გვაწვდის ინფორმაციას. დროებით ვემშვიდობებით მას, დროებით დაგემშვიდობებით თქვენს. კურიერის უწყვეტი ეთერი გაგრძელდება რეკლამის შემდეგ.